35 წუთის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს მიხეილ სააკაშვილის ბანერის ფონზე მიმართავდა. საპასუხოდ კი სტვენას და შეძახილებს იღებდა. ისევ უგეგმოდ მყოფი აქციის მონაწილეები ექს-პრეზიდენტისგან კონკრეტულ გეგმას ითხოვდნენ, თუმცა კონკრეტული ვერაფერი მოისმინეს, რამაც შეკრებილების მწვავე რეაქციები გამოიწვია. ერთადერთი რაც სალომე ზურაბიშვილმა რადიკალურ ოპოზიციას შესთავაზა, ეს კვლავ მის გარშემო გაერთიანება იყო. პლატფორმაში აფარხებს. რასაც შეაფარხებს. გასატანად ქვეყნის შიგნით და გარეთ კოორდინირებული პოლიტიკური პროცესი ნიშნავს იმას. გეგმის გარდა სალომე ზურაბიშვილისგან აქციის მონაწილეები რამდენიმე წლის წინ ომის დაწყებასთან დაკავშირებით მისივე სიტყვების განმარტებას ითხოვდნენ, თუმცა უკავშირი ვერც ამაზე მიიღეს. ომი ვინ დაიწყო? აქციის მონაწილეების უკმაყოფილება კიდევ ერთმა ფაქტმა გამოიწვია. სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი გამოსვლის შემდეგ მიკროფონი არავის დაუთმო და გათიშა. პროტესტის მონაწილეები კი იძულებულები გახდნენ შეკრებილებისთვის მეგაფონით მიემართათ. საბოლოო ჯამში კი აქცია, რომელზეც უდიდეს იმედებს ამყარებდნენ, მალევე დაიშალა. მოხედოთ, ეს პოლიტიკური პარტიები ვერაფერს არ აკეთებენ, პრეზიდენტი ხო საერთოდ. ამიტომ მე შემოდივარ წინადადებით. ვაცალოთ კიდე 8 აპრილამდე. არაფერი თქმულა. იმაზე რა უნდა გავაკეთოთ ხვა? სურვილი მქონდა. აქ ამოსულიყო ყველა პოლიტიკოსი. ხელი ჩაეკიდათ ერთმანეთისთვის, მაგრამ ეს არ გააკეთეს. მოგესალმებით ბატონ გიათო, თქვენს კითხავთ დღევანდელი გამოსვლიდან თქვენთვის მნიშვნელოვანი რა იყო და რა ფორმით იქნება ნაციონალური მოძრაობა ჩართული ახალ წინააღმდეგობის პლატფორმაში, რომელზეც დღეს ისაუბრა სალომე ზურაბიშვილი. გულწრფელად გითხრათ, ახალი ვერაფერი ვერ მოვისმინე. სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა აქციის შემდეგ სოციალურ ქსელში გაგრძელდა. ექს-პრეზიდენტის კრიტიკული სტატუსები ერთმანეთის მიყოლებით მიუძღვნეს და ტროას ცხენსაც კი შეადარეს. სიყალბე სახელად სალომე ზურაბიშვილი ამოუვიდა ხალხს ყელში. დიახ, ხალხს და არა ნაციბს, როგორც ეს უნდა ჩერგოლეიშვილებმა და ვიღაცეებმა მონათლონ. დაიღალა ამდენი ტყუილით და დაპირებებით ხალხი. დავიღალეთ ნაცრის შეყრით მართლა, რაც უფრო ბევრი შეიგნებთ ამ ყველაფერს, მათ შორის კრიტიკული მედიებიც მით უკეთესი, ვისაც რეალური ბრძოლა და ლიდერობა შეუძლია, ის უნდა იყოს ბრძოლის ავანგარდში. სალომე დღეს არის ტროას ცხენი. ოპოზიციური პარტიები ან ამ ქალს და მის დაქალებს ჩაეხსნებით, ან კიდევ აღარ გავაგრძელებ, თავად მიხვდით რას გულისხმობ. ბოდიში მომითხოვია და ვინმე გადამითარგმნოს, რას თქვა ქალბატონმა სალომემ. რისთვის შეგვკვრიბა ასე განსაკუთრებულად, მე ისედაც დავდივარ და ვივლი, უბრალოდ ინტერესი მკლავს სპორტული. პოლონიუსი, რას კითხულობთ უფლისწულო? ჰამლეტი, სიტყვებს. სალომეს ტექსტი ვინ დაუწერა? დაწერეთ თქვენი ვერსიები. ჩაშლილი აქციისა და კრიტიკის მიუხედავად სალომე ზურაბიშვილი დღეს თავის მართლების რეჟიმშია და ამტკიცებს, რომ კოორდინაცია შედგა. უგეგმობის გადაფარვა კი ევროსაბჭოს მორიგი ანტიქართული რეზოლუციის დაანონსებით სცადა. კოორდინაცია დღეს შედგა, ეს კოორდინაცია, რომელიც გუშინ იქნა გამოცხადებული თავისი წესებით, ის რომ ჩვენ უნდა შევაჯეროთ პოზიციები, ჩვენ ასევე ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ მოვამზადოთ ევროსაბჭოსში იქნება 7 აპრილიდან სესია, სადაც იქნება მიღებული საქართველოზე ძალიან ალბათ მკაცრი რეზოლუცია და სწორედ პოლიტიკური პატრიმრების საკითხი იქნება პირველ პლანზე, ასევე იქნება პირველ პლანზე ყველა ის ახალი კანონი, რაც მიღებული არის ამ დღეებში. ზურაბიშვილის კრიტიკა პოლიტიკოსებმა დღეს პარტიული ტრიბუნებიდანაც გააგრძელეს. განსაკუთრებული სიმწვავით 2 დღეა ნაცმოძრაობის წევრები გამოირჩევიან, რომლებისთვისაც სააკაშვილის ბანერის გაშლასთან დაკავშირებული კრიტიკა მიუღებელი და საწყენი აღმოჩნდა. ერთადერთი პარტია, რომელიც სალომე ზურაბიშვილის უშინაარსო გეგმას იზიარებს, ეს ლელოა. სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება მიემართება მეტ კოორდინაციას. ჩვენ გვქონდა სურვილის და მოლოდინით კიდევ უფრო მეტი კოორდინაციის, რაც გამოხატული უნდა ყოფილიყო პოლიტიკური პარტიების მხრიდან მეტი პასუხისმგებლობის აღებაში. მათ შორის შესაძლებელი იყო, რომ ეს ყოფილიყო შესაბამისი ფორმატი, სადაც ყველა კოალიცია მიიღებდა ეგრეთ წოდებული ალტერნატიული საბჭოს იდეა, თუმცა ჩვენ წინასწარვე ვამბობთ ნებისმიერ პროცესში თანხმობა, სადაც იქნება მეტი თანამშრომლობა. ჩვენ ვეთანხმებით ქალბატონ პრეზიდენტს და
არ დავიშულებთ არავითარ ძალისხმევას, რომ ასეთ კოორდინაციაშიც, როგორცაც ბავშვი პრეზიდენტი ამბობს, შეიძლება ზუსტად ისეთი არ არის, როგორც ამას ვამბობდით ლელოში, მაგრამ აუცილებლად ასეთ კოორდინაციაშიც მივიღოთ მონაწილეობა. ბოლო ერთ თვეში, თვენახევარში იმდენად დამძიმდა პოლიტიკური ველი, რომ გონია, რომ აუცილებელია, რომ შესაბამისი პასუხები და შესაბამისი მოთხოვნები პრეზიდენტის სიტყვაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ასახული. ასევე მიგვაჩნია, რომ კარგი იქნებოდა თუ გამომცვალთა სიაში იქნებოდა ძალიან ბევრი ადამიანი წარმოდგენილი, განსაკუთრებით სამოქალაქო სექტორი და გუშინ საზოგადოების დიდი ნაწილი მე მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად რეალისტურად ელოდა ბევრად უფრო მეტ კონკრეტიკას, მათ შორის მინიმუმ შემდეგი რამდენიმე დღის სამოქმედო გეგმას მაინც როგორი უნდა იყოს საპროტესტო ტალღა. სახელმწიფო პარტიაში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ბანერების ფონზე ჩატარებული აქციით კიდევ ერთხელ გამოიკვეთა პროტესტის რეალური შინაარსი და მიზანი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს არაფერი აქვს საერთო თვით ორგანიზებულ პროტესტთან და გამოსვლები კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ არის მართული. უკვე არავისთვის დასამალი არ არის, რომ სცენარი გულისხმობდა სალომე ზურაბიშვილის გალიდერებას. მაგრამ ვერ დაიდგა ეს სცენარი, ვერ გახორციელდა ეს სცენარი, რასაკვირველია ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი უნიათობაა იმ ადამიანისა, ვისაც ლიდერობაზე აქვს პრეტენზია, მაგრამ მეორე საკითხია ის, რასაც ვერასდროს ვერ დამალავ. შეუთანხმებლობა ადამიანებისა ერთმანეთში თავარ სტრატეგიულ გეგმას უკავშირდება. ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ რევოლუციური პროცესის განვითარება და სალომე ზურაბიშვილი არ გამოდგება მათი თვალსაზრისით აი ამ გზაზე ლიდერობისათვის. რა პლატფორმაც არ უნდა ჩამოაყალიბონ, ერთად იქნებიან თუ სასალკე იქნებიან, ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი განწირულები არიან წარუმატებლობისთვის და ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენთვის ისინი არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, რადიკალური გაჯგუფება, რომელიც ეხება ჩვენ სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს, თუ გადაწყვეტენ არჩევნებში მონაწილეობას მიღებას, მიიღებენ იმაზე უარი შედეგს, ვიდრე მიიღეს 26 ოქტომბერს. გუშინ საბოლოოდ დადასტურდა, რომ იქ დგას კოლექტიური ნაცმოძრაობა, იქ დგას რევანშისტები, იქ დგანან ისინი, ვისაც უნდათ ერთი სული აქვთ ხელისუფლებაში ნებისმიერ ფასად მოვიდნენ. თქვენს გადაგივლიან, გაგწირავენ. კითხვა დაუსვით. თქვენ გაჯარიმებენ, რატო არ არის რომელიმე ერთი მათი ლიდერი დაჯარიმებული? თქვენ გამწყვლად ციხეში ხართ, ისინი რატო არ არიან არც ერთი ლიდერები ციხეში? იმიტომ რომ ისინი ჭკვიანურად იქცევიან. აგერ თქვენ გიყენებენ. ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ ნახეთ ამ თვითმარქვია მადამ ფრანცუჟენკას რაღაც გავგებარი რა ქვია ინიციატივები. ეკაიფება. ალბათ ასე შეიძლება შევაფასოთ. ბოლო რამდენიმე კვირაა რადიკალები მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებდნენ, სადაც სამომავლო გეგმები უნდა გაეჟღერებინათ და მმართველი გუნდისთვის, როგორც თავად ამბობდნენ, ხელახალი არჩევნების დანიშვნა უნდა დაეძალებინათ, თუმცა გუშინდელი საპროტესტო აქციიდან ნათლად გამოჩნდა, რომ უგეგმოდ დარჩენილი ოპოზიცია აქციებზე ხალხს ვერ აგროვებს, საკუთარ მხარდამჭერებში კი პროტესტს იწვევს.